ვარდაცვაში? აბა ორეულია ახლა? მე არ ვარდაცვაში. და ვიდაგები გამეცან. ბატონელი. და ლაჭერი წერტილი. ბატონი. ეგვორიტების მგონელია. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ გოგოლის ქუჩაზე. ეს არის გოგოლის 11B. იქ სადაც მილიონერ გალიფ ოსტურქის ჩამოართვეს კორპუსები, უკანონოდ აშენებული კორპუსები, რამდენიმე დღის წინ და გუშინაკ შევიდა ქონების მართვის სააგენტო, დაცვის პოლიცია და გადაიბარა, შეიძლება ითქვას, მილიონერის ქონება სახელმწიფომ. ჯერჯერობით სახელმწიფოს არ აქვს პასუხი, ვის გადასცემენ ამ ქონებას, ამ კორპუსებს. ჩვენ გითხრეს მერიაში გუშინ, როცა მოამზადებთ სტატია, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ბათუმელების გვერდზე ეს სტატია, რომ მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა, თუ რა ბედია იწევა უკანონოდ აშენებულ შენობებს. საინტერესოა ის გარემოება, რომ თავის დროზე 2021 წელს ეს კორპუსები, 9 კორპუსი ისე ააშენა და დაასრულა ბიზნესმენმა გალიფ ოსტურქიმ, რომ მისთვის ხელი არ შეუშლია ბათუმის მერიას, არ შეიმჩნია მაშინ და არ შეეჩერა ამ უკანონო მშენებლობების უკანონო ქალაქის ცენტრში 9 კორპუსის აშენება ბათუმის მერიამ. შემდეგ უკვე გალიფ ოსტურქს აკავებენ ნარკოდანაშაულის ბრალდებით, თუმცა მას მიუსაჯეს მართალია თავდაპირველად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ შემდეგ მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მან მიიტანა 1 მილიონი ლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამის შემდეგ კიდევ ერთ საქმეზე შედგა საპროცესო შეთანხმება გალიფ ოსტურქისთან, ეს იყო ფინანსური დანაშაული, ფულის გათხრებას ეძებებოდა ოცნების პროკურატურა მილიონერ ბიზნესმენს, რომელიც როგორც თურქეთის ასევე საქართველოს მოქალაქეა და ეს საქმე დასრულდა ასევე საპროცესო შეთანხმებით გასული წლის დეკემბერში. შედგა საპროცესო და საპროცესო თანახმად გალიფ ოსტურქის მიუსაჯეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, დაახლოებით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ესეთი იყო გუშინ ადვოკატის პასუხი, მან თქვა, რომ ზუსტად ხელში არ უჭირავს დოკუმენტი, მაგრამ ზუსტად იცის, რომ გალიფ ოსტურქის მხოლოდ პირობითი მსჯავრი აქვს და არც ერთი დღით პატიმრობა, ასევე 100,000 ლარიანი ჯარიმა და ეს უკანონოდ აშენებული კორპუსები ქალაქის ცენტრში გოგოლის ქუჩაზე, რომელიც ჩამოართვა კონფისკაციის წესით სახელმწიფომ გალიფ ოსტურქს და სწორედ ამაზე შედგა შეთანხმება. აქ არაერთხელ გაიმართა უსახლკაროების აქციები, ისინი ითხოვდნენ ამ უკანონოდ აშენებული კორპუსების გადაცემას მათთვის, როგორც იცით ბათუმში ასობით უსახლკაროა, ისინი პირველად მართავენ საპროტესტო აქციებს, თუმცა ამის მიუხედავად მათ არ აქციებს ყურადღებას, როგორც ბათუმის მერია, ასევე აჭარის მთავრობა, ასევე საქართველოს მთავრობა, არც ერთი პროგრამა არ არსებობს დღეს როგორც მუნიციპალურ დონეზე, ასევე ცენტრალურ მთავრობაში, რომელიც იქნებოდა ორიენტირებული განსაკუთრებით იმ ტიპის უსახლკაროებისთვის, რომლებიც არიან განსაკუთრებით დიდი პრობლემის წინაშე. არიან უსახლკარო ადამიანები, გარდამის არიან სოციალურად დაუცველი დედები, მარტოხელა დედები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები. აი ამ კატეგორიის უსახლკარო ადამიანებს, რომელსაც არ აქვთ ასევე ქირის გადახდის საშუალება, ასევე ვერ მონაწილეობენ იაფის სახლის პროგრამაში, რადგანაც იაფის სახლის შემთხვევაში უნდა იყოს ყოველდღურად უნდა შეეძლოს უსახლკაროების თანხის გადახდა და ამის საშუალება ამ უსახლკაროებს არ გააჩნიათ. ახლა გამოჩნდნენ უკვე პოლიციელების რამდენიმე მანქანა შეიმჩნევა ადგილზე, ასევე უსახლკაროებს ელაპარაკება მხოლოდ დავით რობაქიძე, რომელიც ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. მოდი გავისაუბროთ თავად უსახლკაროებს, რომლებიც დღეს საღამოს მოვიდნენ გოგოლის 11-ში და მოვისმინოთ რა არის მათი მოთხოვნები. საღამოშრომის გაბატონო დალი, მინდა რომ გაგესაუბროთ, რა არის თქვენი მოთხოვნა, მოდით უთხარით ჩვენს მაყურებელს, რატომ მოხვედით დღეს აქ? ჩემი მოთხოვნა ის არის და ჩვენი მოთხოვნა ის არის, რომ მივაწვინოთ მთავრობას, რომ რამდენი უსახლკარო ვართ, უკიდურესად გაჭირვებული, რომელიც რომ ეს სოციალური ქირის ფულს ძალიან სირისთიან ოთახებში რამდენჯერ მივედი ქალაქის მერიაში, არავინ ყურადღება არ მომაქცია, დაჟე არც მე. რამდენი წელია ხარ, თქვენ ხართ ნაქირავებში? 25 წელია ვარ ნაქირავებში. სოფლის სახლი ჩვენი არის ეკოლოგიურად, რა ქვია, დაზარალებული. ბინაკი გადმოგცეს, მაგრამ თავის დროზე თქვენ იყავით ეკომიგრანტი? კი ბატონო, ახლა თითქმის მასე ვარ. იგი რა ქვია, ფართობი არ მყოფნის თითქმის ძმა მყავს ეპილეფსიანი. ერთი ოთახი მაქვს, იმის გამო არც კუხნა გოდის და არც ძველი წელიწადები არაფერი არ აქვს. თქვენ ცხოვრობთ შვილთან ერთად, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, როგორც მახსოვს, ხო? და შვილიშვილებთან ერთად, რომელსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები. კი ბატონო, დიაბეტიანი მყავს.
რაც რომ მივიღე ახლა ბინაში გადავიხადე, არც ერთი თეთრი არ დამჭა იმის გამო, რომ უბრალოდ დიაბეტიან ბავშვს ნაბეღლავი ვიყიდო, ან რამე წამალი დაჭირდეს და ვიყიდო. ძალიან უკიდურესად გაჭირვებული ვარ. რით იხდით ახლა ამ ქირის თანხას? სოციალური ევიღეთ, ყველა კომუნალურებიანა დამიჯდა 700 ლარი გედევიხადე, ისიც ვისაც ხდა ისე გადავიხადე კომუნალურები. სარგებლოდ სასადილოთი? კი, სასადილოთი სარგებლო. კი. რამდენი წელია თქვენ ახლა ითხოვთ ყურადღებას ოცნების მთავრობისგან და არ გაგცევენ ამ ყურადღებას? 10-15 წელი მაინც იქნება. მეტი. 10-15 წელი არ ამიყურებდა. მე მახსოვს თქვენ ვიყავით არაერთ საპროტესტო აქციაზე, მარტში, რომელიც გაიმართა უსახლკაროების სახელით, მაგრამ ამის მიუხედავად შეისწავლეს არ თქვენი მდგომარეობა, იგივე საცხოვრებელი პირობები? არაფერში საერთოდ არ შეუსწავლიან, არც დაინტერესებულან. რომ ეგება მე ვთქვი, ეგება რამეს იმართობება, არ დაინტერესებულად. შენო ქედაში ხარ ჩაწერილი, მაგრამ ჩემი შვილი არის ბათუმში ჩაწერილი. რომ მივიდე და განცხადება დაწერა, ორი შვილი ხო მყავს, მრავალშვილიანი უნდა იყო და არის მარტო ყველა დედა და რატომ არ უნდა ქონებოდა შვილი არა, თან უნდა იყოს 2 იქნება, 3 იქნება, 5 იქნება, ყველას ერთნაირად რჩენა უნდა, ხო? დიახ. მადლობა, ეს დალი თებიძე ბრძანებით ხო თქვენ. დიდი მადლობა. მოდი გავისაუბროთ. სხვებს ხავდა მზიური ბალაძეს მოусმინოთ. საღამოშთებისა მზიური. ხო თქვენ ვითხოვთ ამ კორპუსების რომელიც აშენდა უკანონოდ თავის დროზე და თავის დროზე არ შეიმჩნია ეს მშენებლობები ბათუმის მერიამ. ეხლა გადაგვიდეს სახელმწიფოს საკუთრებაში, ჩამოართვეს ეს კორპუსები ბიზნესმენ გალიფოსტურკს მილიონერს და თქვენ რას ითხოვთ, რა თქვენი მოთხოვნა? საღამოშთებისა მოგესალმებით. ჩვენ ვითხოვთ უსახლკარო ადამიანთა ჯგუფი, არის საღამოს საათები და ყველას აქვს პრობლემა თავის ოჯახიდან გამომდინარე და ვერ შეძლო მოსვლა, მაგრამ არის იმის იმედი, რომ ხალხის მასა ხვალდაზეկ მოიმატებს და მოვა. იმის გადმოსახედიდან 41 წელია ქუჩაში ვარ, ამატყობის შვილი და მე თავად პრობლემური. მე არ თქვენი შვილი არის შუშემოპირი და ასევე თქვენც გაქვთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. და ხართ მარტოხელა დედა. დიახ, ველოდებოდით ბინა, შეიცვალა წყობა, დავდით გარეთ. მე იმის თქვა მინდა რომ ვინმე მოვიდეს წარმომადგენელი მერი და წარმომადგენელი მოვიდეს უშუალოდ. ეხლა ითხოვთ რომ მოვიდეს მერი წარმომადგენელი. მოვიდეს წარმომადგენელი შეხვდეს ამ ხალხს და გაქცეს კონკრეტული პასუხი. უშუალოდ მერთან არ არის კომუნიკაცია მოქალაქეებთან, უნდა შეხვდე ქუჩაში, არასასიამოვნო ვითარებაში. ანუ არ გიღებთ ბათუმის მერი, თქვენ სადეთ მასთან შეხვდეთ და ვერ განაცხადი შეტანილი მოქალაქეთა მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ რეაგირება ნული იყო. როდესაც სამართალს გააჭერებ, მე გიგზანიან თითქოს შავი გაკეთების ხალხსაც ეწოლა საკეთებენ. თქვენთან იყო ასეთი საკვეშინია პირობა, მე არ მეშინია. თქვენთან იყო ასეთი შემთხვევა, რომ გამოგიგზავნეს. იყო რამდენჯერმე, მაგრამ ის არ ჩავარდა. შეიძლება დღესაც კიდევ რაღაცა მოიფიქრონ, მე არ მეშინია არავის, სანამ წარმომადგენელი არ მოვა, ბათუმი პატარა, ყველა ისის, ვინ როგორ სუნთ გავს. ველოდების წარმომადგენელს. ეხლა თქვენ ამჩნევთ რომ პოლიციელები მოდიან, დაცვის პოლიცია. ხო, აი თქვენ უბრალოდ განცხადების გაჟღერება გსურთ თუ აპირებთ რომ შეხვიდეთ ამ კორპუსში? შესვლის სამი ოჯახი არის შესული ვიცით კონკრეტულად. კი, ჩვენ ვისაუბრეთ გუშინ ერთ-ერთ მათგანს, მარიამ სხალაძის, რომელიც ამბობს რომ გრჩება ამ შენობაში, მის მიუხედავად რომ იქ არ წყალია და არ ჩუქი არ არის. დიახ, ასეა, მიუხედავად იმისა, გალიფოსტურკის არის იკერძო საკუთრებაში მიწა, მაგრამ შენობლებები არის ბინები უნებართვ დაშენებული. რა თქმა უნდა შემუშავდეს რაღაცა ძალა, მოიფიქრონ მერია. ჩვენი მოქალაქეთა უსახლკაროთა პროგრამა თითქოს დამუშავდა. განაცხადები არის, ყველაფერი იცის ვინ რა არის. გასულ წელს, როდესაც აჭარის თავმჯდომარე იყო ბატონი თორნიკე რიჟვაზე, მასე გვიტყოს, რომ ჩვენ უკვე შესრულნა ყოფილიყავთ 1 წლის უკან. 1 წელი არ გინდა, რეაგირება არ აქვს, კომუნიკაცია საერთოდ მოქალაქეებთან არ აქვს, შეხება არ აქვს, მხოლოდ არის ზეწოლები მათი მხრიდან. თქვენ სადეთ შეხვედრა იგივე გიორგიძინცადესთან მერიაში? ესედაც სადე უბრალოდ რა თქმა უნდა, ქუჩაში შევხვდი, შეგნებულად დავხვდი, ერთი იყო ღამის საათები, ერთი დავხვდი მერის უკანა შენობის და საკუთარი მანქანა უსახლობდა და გადმოვიყვანე და გავესწავლე ერთ შემთხვევაში. და რა გიპასუხა? რა მიპასუხა შეიძლება ქირით მაყობაზე გადაგიყვანე. მე ქირა არ მინდა, იმიტომ 70 წლის გავხდები მალე. რაღაც რო ჩემი ქირა, მე მინდა კერძო საკუთრებაში პატარა ფარტი, რომ როდესაც ბარადიულობაში გადავალ, ჩვენი დასადები ადგილი გქონდეს და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, ჩვენი ქვეყნის ძირ მაცხოვრებლებმა არ გითხრათ თქვენ მოსული ხართ.
ჩვენ გუშინ შევხმიანეთ ბათუმის მერიას სამსაკეთთან დაკავშირებით ახან ეს კორპუსები გადავიდა ბათუმის უკეთ სახელმწიფო საკუთრებაში. თუმცა ეს არის უკანონოდ აშენებული კორპუსები, თავის დროზე მართალი არ შეიმჩნია მერიამ და არაფერი არ გააკეთა რომ შეიჩერებინა ამ კორპუსების შენებლობა, მაგრამ ეს არის უკანონოდ აშენებული კორპუსები. და ბათუმის მერიაში გითხრას რომ მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა, პროცესია ეს საკითხი. ხო, თქვენ რას ეტყოდით მერიას? ანუ თქვენ ფიქრობთ რომ შესაძლებელია ასე მარტივად რომ ეს კორპუსები აიღონ და გადასცენ უსახლკარო ადამიანებს, ანუ ეს უნდა გაკეთდეს თქვენ ასე ფიქრობთ? მე საჯაროდ გამაცხადებ, ხოლო სახელდა გვარს არ დავასახელებ პატივს ამ ჩემი გადმოსახედი და გუშინ მქონდა კომუნიკაცია და იყო ასეთი საუბარი რომ ეს კორპუსები თუ გადაეცემა მხოლოდ ბუხარათა ჯგუფს. მიუხედავად იმისა, ბუხარათა ჯგუფი რას ნიშნავს, რომ განუმარტო ნუ იყო საკაროთა ბუხარათა ჯგუფი დაერქვა, ვიყავით გაწევრიანებული და ჩვენი ნებით გამოვედით. რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო აქ ვთქვათ მერაბლადაძე, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია, ყოფილი დეპუტატი. ჩვენ პრობლემები ქონდა 2 წელი გავიდა, მივიდოდით, რომ მათ ეკუთვნიან ესა. აჭარაში ჩვენ ვართ აჭარლები, ვართ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ ვართ ყველა ერთუფლებიანი. სხვა ქვეყნის მოქალაქეებს იმდენი უფლება არ უნდა მიეცენ, რამდენად ძირითად მაცხოვრებლებს. ტურისტია, ძირითად მაცხოვრებელი კიდევ სულ სხვა. თქვენ რამდენი წელია რაც ხართ უსახლკარო? ჩვენ არაერთხელ 4 წლიდან. 42 წელი დაიწყო. მაშინ ხართ ნაქირავებში? დიახ, ხან ნაქირავების ქირას ვერ გადავიხადე, ხან სად ვარ. და ამ დრომდე არაფერი არანაირი პროგრამა არ შემუშავებულა, რაც დააკმაყოფილებს თქვენ საჭიროებას. ტვილი შემოიფარგლებიან, მეტი არაფერი. თქვენ გაქვთ დატოვებული განაცხადი როგორც მთავრობაში, ასე ბათუმის მერიაში. ხოლო წერე იკითხე, მეტი არაფერი. არანაირი კონკრეტული პასუხი თქვენ არ მიგიღებთ. არ არსებობს ითხოვთ თქვენ აჭარაში რაც არისო. დღეს ხომ არ ქონიათ ცდილობა, მართალია კვირა არა სამუშაო დღე, მაგრამ ხომ არ ქონიათ ცდილობა რომ გაგერკვიათ ამ ბათუმის მერიაში, ამ მთავრობაში? იმიტომ ამ ბოლო ხანებში ქუჩაში გავდივარ, ხშირად სუდარქვები და ჩემ თავს სახში უფრო მეტად დროს ვატარებ კონკრეტულად, რომ აკეშვილი ყავისახეთი და რა ვიცი, დროის ამბავია ყველაფერი. და დღეს რო გადაწყვეტეთ რომ მოსულიყავით ამ ტერიტორიაზე? მოსულიყავი აქანე. რატომ გადაწყვეტეთ რომ დღეს გამოსულიყავით? რა ვიცი, აბა ადამიანი იბრძვის საკუთარი თავის გადარჩენისა. საკუთარი მეის დასამკვიდრებლად. ჩვენ ნუ გვიყვის არაბების, ნუ გვიყვის სხვა ქვეყნის ტომების შემოსება, როდესაც საქართველოში ქართველს ვერ იტანს და მის ძირითად მაცხოვრებლებზე არ ფიქრობ, თავრობა მოგხედე, ჩვენ ვართ ქართველები, ტურისტები, კი ბატონო მობზანდნენ, მაგრამ ჩვენ ვართ ძირითადი მაცხოვრებლები, ჩვენ გვინდა ჩვენ საკუთრებაში. არ სიზურვილის სენა ალბათ, ხო? იმიტომ რომ თავარია იყოს საცული კანონი და თანასწორობა. მაგრამ თქვენაც ახსენეთ, წაგან აი ქურდული სამყაროს მენტალიტეტის მქონე პირები გამომიგზავნესო. ეს სად იყო და რა შემთხვევა იყო? შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად თქვა, თუ შეგიძლიათ უბრალოდ. ნუ ეს მოდი კითხვა გავრცელებელი დავჩევო, კიდო შეიძლება ამ ინტერვიუს შემდეგ კიდო განხორციელდეს შემიდა რომ ჩემს მიმართ მე არა ვარ თქვათ ძირითადი მაცხოვრებელი და მე ხმა არ ამოვიღო ამ თუ იმ საკითხის მიმართ. მე არ ვიცი თქვენ აკრიტიკებთ ოცნების მთავრობას, თქვენ ამის გამოცდილებენ თქვენს დაშინებას, ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს. ასე გამოდის დაშინება, აბა როგორია შეიძლება მაცხოვრებელი ხმა არ ამოიღო აკა. ვინა ვარ მე აკავების მაცხოვრებელი არა შეიძლება მე ისეთი ბავშვობა მქონდა ზოგს მოენატრებოდა, მაგრამ სიდის დაბუსი არ გავიყიდია ფულზე. მადლობა. ეს მზიური ბალაძეა, უსახლკარო დედა, მარტოხელა ქალი, რომელიც არის შუშუმუპირის დედა და წლებია ითხოვს ყურადღებას მთავრობისგან. როგორც ხედავთ, აქ გოგოლის ქუჩა ნომერ 11 B-ში მიკრიბებიან და შეიკრიბნენ უსახლკაროები, რამდენიმე მოქალაქე აქ შეკრებილი. აქ გამოჩნდნენ პოლიციელებიც, რამდენიმე პოლიციელის მანქანას ხედავ, ისინი იცავენ ამ გოგოლის ქუჩის შესასვლელს, ეს არის გოგოლის ქუჩა 11B, სწორედ გასული წლის ვიშეხმიარეთ, შეგიძლიათ გითხრათ? ეს არის გოგოლის 11B, სადაც აშენებულია რამდენიმე კორპუსი უკანონოდ, თავის დროზე ისე აშენდა უკანონოდ, რომ ბათუმის მერიამ არაფერი არ გააკეთა ამ უკანონო მშენებლობის შესაჩერებლად. თუმცა შემდეგ, როგორც ჩანს, დაიძაბა ურთიერთობა ოცნების მთავრობასა და გალიფოს თურქს შორის, რომელიც მილიონერი ბიზნესმენია, ის განაგრძობს ბიზნეს საქმიანობას საქართველოში. ის არის როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე თურქეთის მოქალაქე და რამდენიმე წლის წინ გალიფოს თურქი დააპატიმრეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით, თუმცა მას შემდეგ, რაც მას შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა,
მას გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება და გადაიხადა გალიფოს თურქიმ 1 მილიონი ლარი. ამის შემდეგ გალიფოს თურქს გაუფორმეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება, ამჯერად უკვე ფინანსურ დანაშაულზე, გარდა ნარკოდანაშაულისა, პროკურატურა ედავებოდა გალიფოს თურქს ფინანსური დანაშაულის მუხლით, ეს იყო უკანონო შემოსავლების, ანუ ფულის გათეთრების მუხლით, სწორედ ამ მუხლითაც ცნო დამნაშავედ ბათუმის საქალაქო სასამართლომ გალიფოს თურქი გასული წლის დეკემბერში და გააფორმდა საპროცესო შეთანხმება. ამ საპროცესო შეთანხმების ფარგლებში ჩამოართვეს სწორედ გალიფოს თურქის ეს კორპუსი 9 კორპუსი ფაქტობრივად ქალაქის ცენტრში კონფისკაციის წესით ჩამოართვეს, რადგანაც ზიანი, რომელიც მიადგა პროკურატურის ვერსიით გალიფოს თურქის ბიზნეს საქმიანობის შედეგად და ფულის გათეთრებით სახელმწიფოს იყო დაახლოებით 23 მილიონი ლარი და სწორედ ამის სანაცვლოდ ჩამოართვეს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული ერთ-ერთი მუხლის მიხედვით ეს ქონება გალიფოს თურქის ეს ქონება უკვე არის სახელმწიფო საკუთრება, საჯარო რეესტრის მონაცემებითაც უკვე ჩანს, რომ ეს ქონება გოგოლის 11 ბ, რომელიც მანამდე იყო ბიზნესმენი გალიფოს თურქის, ახლა უკვე სახელმწიფოს საკუთრებაა. თუმცა სახელმწიფოს და კონკრეტულად ბათუმის მერიას არ აქვს ჯერჯერობით პასუხი, ვის გადასცემენ ამ კორპუსებს, რა ბედი ეწევა ამ უკანონოდ აშენებულ კორპუსებს. აქ არაერთხელ გაიმართა უსახლკაროების საპროტესტო აქცია იმ მოთხოვნით, რომ მისცემოდა ეს ბინები უსახლკარო ადამიანებს. მოდი მოვუსმინოთ სხვა პირებსაც, მოგესალმებით საღამოშიდობისა. მოგვიყევით თქვენ შესახებ. მოდი თქვენ მოგვიყევით საღამოშიდობისა შეიძლება. მოგვიყევით თქვენ შესახებ, რა სახის პრობლემა გაქვთ თქვენ და რა დროიდან ხართ უსახლკარო? 4-5 წელია ვბრძოლობთ ამ თემაზე, უსახლკარობაზე ნამდვილად. ლადაძის მერაბის ლადაძედან მოყოლებული ვინაოდ ესე არაფერი საშუალება მართლა არ აქვს. თქვენ ხართ ეკომიგრანტი, ძალადობის ხმები თუ რატომ? 40 წელია ქირის არანაირი საშუალება არ მაქვს. ბავშვი ავატყავს. სამჯერ თურქეთში გადავიყვანე, ბინის ქირას ნამდვილად ვერ ვიხდი. 4000-5000 ლარამდე ვალი მაქვს გადასახდელი, ვერ ვიხდი ამას თუ. ეს ქირის თანხა, ხო? ქირის, ხო. რამდენი აქვს ახლა თვეში ქირის თანხა გადასახდელი? 700 ლარი და რომ გამოვიდე, სად უნდა გამოვიდე, ვერსად ვერ ნახავ, იმაზე მეტი ფასებია, სხვაგან რომ გავიდე. ხო და ძალიან ჭირს გადასახადი. ანუ ვერსად ვეღარ ქირავთ. რა, უბრალოდ დავდივარ ხანდალაგებზე, ვერზე რაღაცას ვალაგებ და ბავშვი ავატყავს, მე ვარ დიაბეტიანი, შაქრიანი, წამლებსაც ეს უწინებან ვატარებ და რა ვიცი, ძალიან სულ დღეში ვარ და თუკი შესაძლებელი იქნება რომ შევიწყიდო, თუნდაც ისე იყოს, თუნდაც ასე რა მნიშვნელობა ადამიანს ხელი ხომ უნდა წამოუხრათ, რომ არ ვიყოთ ესეთ კატასტროფულ გაჭირვებაში. მინდა რომ რაღაცა მქონდეს. გამოვედი ბავშვი დავტოვე სხვასთან და ბრძოლობ რომ რაღაცა შეიძლება გამოგვივიდეს. იღებთ სოციალურ დახმარებას? მარტო ბავშვის 200 ლარს მეტი არა. როგორ ათარებთ ამ ქირის თანხას? როგორ იხდით? მე უკვე წასულია, უბრალოდ ჩვენთან არ არის. აი ესე პირადულია უბრალოდ, მაგრამ ქირის იმაში ცოტა გვეხმარება და ეს არაფერს აღნიშნავს ჩემთვის. და თქვენ გარდა ამისა მუშაობთ, როგორც აღნიშნეთ, დალაგებაზე. ხო, დალაგებებზე, აი ბინებს ვალაგებ ხან რაღაცა და ბავშვი დამყავს, სადაც ვალაგებ იქ. და ასე გამოიმუშავებთ ამ ქირის თანხას, რომელიც თვეში რამდენი ლარია? თვეში რა არის, რა გამომდის 500-400 ლარი. ქირის თანხა რამდენია? 700. 700 უნდა გადაიხადოთ ყოველთვიურად. დამიკროვდა 5000 ლარი მაქვს გადასახდელი ახლა ამჟამად და ვერ ვიხდი და არ ვიცი რას გავაკეთებ. ღიაცის ქვეშ რომ დავრჩები, იმედია მაქვს იმედი რომ უნდა დავრჩე ღიაცის ქვეშ და არა მაქვს. თქვენ არაერთხელ იყავით საპროტესტო აქციაზე აქამდე წლების განმავლობაში. 5 წელი დადიხართ საპროტესტო აქციაზე, ხო? უკრანშიც ვიყავით შესულები იქ. ბუგდანში არ ნუ მიტოვებული შენობა, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის. და რამდენიმე ღამე გაათენეთ მაშინ უსახლკაროებმა. და ამის უყურებლად არ თქვენ ყურადღება არ მოგაქციეთ, ხო? არა, ყუილად ვათენეთ ღამეები, ვიბრძოლეთ და უშედეგოდ. დღესაც არავინ არ შეისწავლა თქვენი მდგომარეობა, იგივე საცხოვრებელი გარემო, თქვენი შემოსავლები. უნდა შევისწავლოთ, რომ ნამდვილად მაქვს, არ მაქვს, შეიძლება ყუი. უნდა გადაამოწმონ და გული მტკივა იმაში, რომ არიან ზოგიერთები ისეთები, ვისაც აქვთ ისინი შედიან. აქვთ ბინები და რა თმინდა, გადმომხედე, მე შემამოსლე. ვისაც მართლა დახმარება გქონდა ის ქუჩაში ვარ. მე ქირაც არ მომწენ სოციალური, ნამდვილად არ მომწენ სოციალური. მოვიდნენ კი ეხლა მე შესულება 7 წელია, 7 წლის უკან რასაც ვიხდიდი და მქონდა ესა ეხლა ხო ვერ გადავყრი და კედელს ვერ შეჭამ. ეხლა ეს ხაზეიკისა, პატრონისა. მოვიდნენ და ცოტა კვადრატი დიდიაო და ფართობიო და მე არ მომწეს, მომწეს მარტო ბავშვის ეს 200 ლარი.
და ვა შაქრიანი და ეკონტაქტით თუ არა დღეს იმ მოქალაქეს, რომელიც გუშინ ამ კორპუსებში იყო, მარინამ სხალაძე, თუ იცნობთ, բայց ჩვენ გუშინ ველაპარაკეთ მას და ამბობდა, რომ არ აპირებდა ამ კორპუსის დატოვებას, მაგრამ დღეს ვეღარ მოახერხეთ მასთან დაკავშირება და არ ვიცით ის ისე ვრჩება თუ არა ამ კორპუსში. 10 დღის წინ შევედიო. ხო, იმიტომ ესე ნაცნობები ხდება ესე იგი. ნამდვილად ნაცნობები, თორე თუ აქ ახლა ან ნაცნობებით რა ხდება? აბა როგორ ახლა? ჩვენ რამდენჯერმე მოვედით სულ დაცვად გასაკა და ჩვენ ვერ მოახერხეთ და აგენმა როგორ მოახერხეთ თუ ნაცნობობა არა. გარდა ამის არის ოფისი, მერაბ ღოღობერეძის ორგანიზაცია, კორუფციასთან ბრძოლის ინფორმაციო ცენტრი. მოვედით ჩვენც და ვერ მოახერხეთ ვერანაირად შემოსვლა, იმიტომ ცოტა პატარა მასა ვიყავით, აი ხალხსაც ეშინია, დაიხალა, მოდიან, მიდიან და ახულოდან ჩამოდიან, ხელვაჩავრიდან მოდიან შორს არის, რომ ჩამოვა პირველ საცი, მე უკვე ვერ ბრუნდებიან და ცოდვა ეხლა. ეხლა დღეს რა არის თქვენი მოთხოვნა, რას მიყოლებით ოცნების თავრობას? დროებით შევა, დროებით რომ თავი გადავირჩინოთ, ქირას არ გადავიხდით, არ მექნება ქირის გადასახადელი იმას, როგორმე გავანულებ 5000 ლარი მაქვს. ქირას რომ არ მიცემ და აქვიქნები შემაგროვებ როგორმე. მოვცეს საშუალება რომ შევიდეთ. მიეცით რა. სხვა არაფერი არ გვინდა ჩვენ ხომ ადგილობრივები ვართ, ჩვენთვის მიუღებელი არის ყველაფერი და ყურადღებას არავინ ნამდვილად არ გვახსოვს. ბევრჯერ დავწერეთ განცხადებები, ბევრჯერ შევიტანეთ, ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ჯერ პასუხიც კი არ მომხდარა. არანაირი პასუხი არ მიგიღიათ თავრობისგან. დაწერილი გვაქვს განცხადებები. არანაირი პასუხი არ მოგეძლო. даже მერტთან შეკვეტრაზე დაწერილი გვაქვს. სამი თვე გეკითხა. ბათუმში, ბათუმის მერტთან შეკვეტრაზე დაწერილი გვაქვს და არანაირი პასუხი არ მომხდია. პირიქით, რა ქვია, მერის წარმომადგენელმა დამბლოკა. ვაფშე არანაირი პასუხი არ გამცა, მაგრამ აგერ მაქვს SMS-ები დასტური მაქვს. მე ჩავეწერე ახლა ბატონ სულხან თამაზაშვილთან. ამას და არ ჩაწერილი, ადრინდელ მერტთან ვიყავი, ჩაწერილი არანაირი მასში ჩავწერეთ და ხემდე პასუხი არ მაქვს, რომ მინდა შეხვედრა ხომ გავისაუბრო მაგალითად, მაგრამ არავინ არ მიგვიყვება. სხვა არ ვიცი რა. და არცერავინ არ მოსულა, ვინც მოისმენდა თქვენს პრობლემებს. აურეკიათ რომ გადავაკონტროლოთ, აი ვიღაცამ შემომეხმიანოს, აი რაღაცა და გვამშვიდოს რომ აი ერთადერთი 2028 წელშიო და 2028 წელში არ მიქნებით ცოცხალი და არა. ხო. 2028 წლამდე მართლა არ მიქნებ. ისეთ ჯანმრთელობა არ მიწყობს მე ხელ. წამალი ვერ მიყიდია, გეპიცებით ეთიცახლა. წამალი ვერ მიყიდია, რა დღეში ვარ იცი, ოთახიდან 1000-ში გადაადგილება მიყიდს, წამალი ვერ მიყიდია. და 2028-მდე ვიცოცხლებ მე 2028. სამლებიც უნდა გაიაფთეს კობახიძე ახოს, ასე რომ გაიაფთება პროდუქტებიო. და დაკავშირებით გეტყვი, მე ხო ქალაქში ვცხოვრობ და რაიონში ვარ ჩაწერილი. არც რაიონმა მომცა, სადაც რო აღნიშნვაზე ხარო, იქ უნდა იყო, აქეთ მივედი ბავშვთა პოლიკლინიკაში, იმამით და ჩაწერილი ხარ. არც საიდან ვერანაირად მაინც ამლები ვერ ვისარგებლე 200 ლარიანი ვაუჩერი. როგორები არიან? როგორები არიან და ხმის მოცემის რომ მოუგია ვენებს იჭირიანო ხმა მოგვეცი და დაგეხმარებდა ხმას რომ მიცემ. ათ ვინას გვაძლევდა და ათ რამე და ასე კუჩა დავლებ ყველა. ახლა იწყებ ჩანეცის ახალ რეფორმას ოცნების მთავრობა და 11 წელი დაგჭირდება რეფორმისთვისო. მარტო ამ თავრობას არ ამოჭრა, მარტო ამ თავრობას მიაჩნია რომ ოცნების ქალაქში ცხოვრობს გაჭირვებული და უბინაო ხალხი. იმისაკეთ უბინაო ხალხი ცხოვრობს ახლა სხვადასხვა არ გამიგო. იმათაც ენაცნობო, იმათაც მიიღოს მიწასეკუთრის. მარტო ოცნების ქალაქში კი არა, გარეთაც გახედოთ და გარეთ ოცნების ქალაქის გარეთ მაცხოვრებელი მიიღოს ისე როგორც საჭირო და გაეცო. ზოგიერთებს რომ სახლი აქვან, კარი აქვან, კიდევ ბინაში თხოვე და ზოგიერთებს რომ არ აქვან სახლი, კარი, იმას ყურადღებას არ აძლევენ. თქვენი პრობლემები დაინტერესდა თუ არა მთავრობა? თქვენ არაერთხელ იყავით საპროტესტოაქციაზე, რომელიც გამართეს უსახლკაროებმა. თუ შეისწავლა ვინმე თქვენი მდგომარეობა? არავინ არ მოსულა და ვინმე არ მოსულა ჩემთან. 20 წელიწადზე კახაბაში ცხოვრობდი. 20 წელიწად მე სპიდის პატრონი და ყოფილიყავ, მაგრამ არ მომცეს, რომ მე ვინცღათა რომ ვიყავი შეკედრებული და ვინცღათა ის ერთად ხდა ორ კამრად აკეთებთო და მე შვილი მყავს. მას მისი შვილი ყავს და მისი ცოლის შვილი ყავს. თქვენ სად ცხოვრობთ ახლა ნაქირავებში თუ როგორ ბინას? ნახო ვარ ნაქირავებში. დაქარის ერთა. როგორი ხადო მითხრა როგორ იხდით ამ ქირის თანხას? როგორ იხდით ამ ქირის თანხას? როგორ ახერხებთ? დაქარი ხდეს ფულს. რამდენი წელია რაც ნაქირავებში ცხოვრობთ? ვათვიას გამოშვილი ვარ მე იქიდან. მე სახლი მინდა, კარი მინდა, შვილისაც ვიცხოვრო. ერთი შვილი ყავთ? ერთი შვილი მყავს, 30 წლის ბიჭი მყავს. თქვენ მარტო ხელად დედა ხართ თქვენ, ხო? უსახკაროს გამო შვილმა
ჩემმა შვილმა დამტია და წავიდა იმაში გერმანიაში რომ იქ რა თაური კაბი გავაკეთეთ და დიო ბინა ვიყიდო თავრობა ყურადღებას არ გვაწევს უდა სალამდე და ვიყოთ ასეო კუჩაშიო ანუ სოთვა არა შვილი ჩემი ემიგრაციაში წავიდა ემიგრაციაში წავიდა ხო გერმანიაში აქ მუშაობდი ისე მუშაობს იქა ეხლა რა შეტყოდით ოცნების მთავრობას და რა შეტყვით ბათუმის მერია საკეთად და არის გზავნილი ამ მთავრობიდან ახალ მთავრობიდან ვითხოვ ყველა უსაკაროები რომ ვართ მათრა სახლი კარი რომ არ გააჩნია უნდა და გვეხმაროს ჩვენ რომ სახლი კარი მოგდა ოცნებაში რომ ეხვიდე არ უჭირან მანქები დაყრილი ყავარ და მოვიდე და მე იქ რომ ცხოვრობდი ახალბაში წყალი რომ დგებოდა ფეხს ვერ ვაბიჯებდი წყალში ჩურავობდი თქვენი სახელი გვარი შემოხსენეთ გო თქვენი სახელი და გვარი შემოხსენეთ კიკნაძე გულო მადლობა ძალიან ვთხოვ რომ ყველა მთავრობა მერიდან დაწყებული თავრობიდან ყველა მოვიდეს აქ ყურადღება მოგვაქციო ჩვენ მადლობა არა მივარი იქ ასეთი მოქალაქეების განცხადებები ბათუმში გოგოლის ქუჩა ნომერ 11-ში მოგესალმებით ქალბატონო მოდი თქვენ მინდა გაგესაუბროთ ერთი წუთით შეხედე რა ბინაში ვქორობ წყალი როგორ ჩამოდის ნესტიან ბინაში ნესტიან ბინაში გადაშიხდით ამ ბინაში 500 ლარი და დანარჩენი კომუნალურები აჰა ალუციანად ჩანს მაყურებელს ამ კაბელებში სულ ჩამოდის წყალი შიგნით ეს არის ბათუმში ხო ბათუმში ახლა ამჟამად სადაც რომ წყალი ჩამოდის კედლებში და ამ ბინის ქირას როგორც თქვენ აღნიშნეთ იხდით სოციალური დახმარებით ხო კარგით მადლობა მოიცადეთ კიდე რა თქმა უნდა გაჩვენ მანამდე სხვებს გავესაუბრებთ ასევე შუქი მომწესვალებში ვეთმა არ მიცადე ქალბატონო თქვენ მინდა რომ გაგესაუბროთ ბოდიში მოგვიყევით თქვენ შესახებ თქვენ როგორ აღმოჩნდით უსახკარო როგორ აღმოჩნდით და ჩვენ ვართ სოფელ გელაზიებში მოსდაწამოდა ძალიან კარგად ისი გაცნობილი გაკველაფერი კი ჩვენ ვიყავით სოფელ გელაზიებში და მახსოვს იქიდან საპრობლემო შესახებ და გვეხმაროთ უსახკაროა მაგალითად სახლი კარი რომ ჩემი სახლი ამ წუთში დგას მაგრამ თავზე დემემხოს სახლი ანუ საფრთხე შემცველია იმ სახლში ცხოვრება რომელიც ანუ სახლი მართალია არსებობს მაგრამ არის საფრთხე ამ სახლში ცხოვრება ხო ძალიან საფრთხეა და საშიში ხო რატომ გადაწყვეტეთ რომ დღეს მოსულიყავით ამ საღამოს 90 წლისაკეთ გარეთვარ და სამართალი ვერ უნდა 90 წლისაკეთ ჯერაში 90 წლიდან გელაზიები იყო თითქელზოთში ხო და ახლა ვარესაკ მოსკრა გზარა ყვალი არა ძველი ახალი გზა გავაკეთეთ კიდოს ხდება თქვენ ძალიან კარგად იცით ბატონო ჯაბა გელაზიების მდგომარეობა კი ვიყავით სოფელ გელაზიებში და მათ შორის ქონა სტატიები და ვიდეო მასალები ამ პრობლემის შესახებ და ასევე მახსოვს ძალიან ბევრი საპროტესტო აქციიდან რომელიც უსახკაროებმა გამართეს ბათუმში მე რა მაინტერესებდა ამ აქციების შემდეგ მოიკვია ვინმე თქვენ შესახებ სახელმწიფო უწყებიდან ან მერიიდან ან სამინისტროდან შეისწავლეს თქვენი შემოსავლები მე არ მოსულა არავინ არ 90 წლისაკეთ ბრძოლობთ ამ საქმეზე და არავინ არ მოსულა ნაწილმა მიიღო მაგალითად სოფიეთი ნაწილმა მიიღო ნაწილს არ მოუღია თქვენ ახლა საცხოვრობთ ისევ ამ სახლში ცხოვრობთ რომელიც საფრთხე შემცველია წარსულში რა ქვია ახლა თეთრად გელაზიებში ჩვენ მხარეზე საერთოდ ვინმე აღარ არის და აქ ვისთან ხართ ახლა ბათუმში ნაკირავებში ნაკირავებში ხართ ახლა რამდენს იხდით ამ ქირაში 500 ლარი როგორ იხდით ამ ქირას ვინ იხდით ამ ქირის ფულს ზოგი პენსია ზოგი სოციალური დაცვა და ასე ვიხდით თქვენ შვილებთან ერთად ცხოვრობთ როგორც მახსოვს შვილებთან ბადიშ შვილი მუშაობს ხო არ მუშაობს შუშუმო პირები მყავს 4 შუშუმო პირი მყავს 5 შუშუმო პირი მყავს ამას პატიმს არჩევენ და კაცი შვილი მომხედავი არ არის თქვენი სახელი და გვარი გამახსენეთ თინა ანთაძე ხო რას ეტყოდით ახლა ოცნების მთავრობას ხო აი რა არის თქვენი სათქმელი ივანიშვილთან და ოცნების მთავრობასთან თავშესაფარი მინდა რომ ჩემი შუშუმო პირები შევყვან და თავშესაფარი მინდა იცხოვრო ახლა ცხოვრება გაიოლდება კობახიძეავს მედიკამენტების გაიაფთებაო საკონტროლო პროდუქტები უკვე გაიაფთაო ოცნების პროპაგანდისტები გოგნებიან ათასობით ხელფასია ვისვი არ არის არ გაიაფებულა საკონტროლო პროდუქტები რაზე
რაზე ორიენტირებული ოცნების მთავრობა თქვენი აზრით და ივანიშვილი რაზე ზრუნავს? ივანიშვილი რაზე ზრუნავს ახლა რომ მაგალითად მეუქნიოდა რომ არა მაინც ნაწილს მიფინანსებს რომ ავადმყოფები და სავადმყოფოში და ამას მაინც მხედავს და ამაზე მადლობელი ვარ რომ მიფინანსებს და ოპერაცია არის თუ რაც ხა მაგალითად თავრობაში რომ რაც შეიძლება და უსახკარო საფერი აღარ ეშვება და უსახკაროებს უნდა მიხედოს რომ ვისი პასუხისმგებლობის საკითხია. თავრობისა ვისი პასუხისმგებლობის საკითხია. ხო და მაგათო გეკითხებით რომ ივანიშვილი მაშინ რაზე ზრუნავს თუ ამას არ აგვარებს. და უსახკარი იყო პირველი რიგის ამოცანა რომ კონდეს სახკარი. ივანიშვილი ახლა ღარიბაშვილი იზრუნებს მერტი დაატევებს და გუშვებს. აჰა ეს იქნება სხვა აფერი. მადლობა. რაბა ნახე რა პირობებში მიტყვის. მოდი ჩემთან. დე მოვალ ერთი წუთით მაჩვენ და თქვენ რაღაც ფოტოს მაჩვენებდით ხო? კი. ნახე. აა. რა მორიელებში ვცხოვრობ? მე არ მწვენი ესე ორთავაებში. ესენი არც ერთი არ ამოჭრა ყველა გაშუქე. კი, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. ეხლა ეს ხდება თქვენს ბინაში, ჩემს ბინაში, კი. მორიელები, ხო? მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. რამდენი მცირეწლოვანი შვილიშვილი გყავთ? ორი. თან ჯანმრთელობის კი, პრობლემა. ერთ დიაბეტია, კი, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ერთ შიშუმუტირია. და ცხოვრობ დაქირავებში, რომელიც ამ მდგომარეობაშია ეს ბინა. ვერცად ვერ ნახე, უკვე ბინები გაძვირდა 800, 1000, 700 იძახიან და 2 თვის წინასწარ იძახიან კიდე და მე არ მაქვს მისაშვალება რომ 2 თვის წინასწარ გადავიხადო. ხო, მესმის. არა, მაგრამ რა ვქნა. მადლობა. მოგეთ მოგიყვებით თქვენი მოთხოვნის შესახებ. თქვენ რატომ მოხვედით დღეს? ჩვენ არ გვისაუბრია თქვენთან. მოდი ჩვენ მე ცხოვრობთ. მინდა პირველ რიგში ეს ფოტო ვაჩვენო, ჩემ ეზოკას ჩემთან იყავით თქვენ, ნავთობი რომ ამოდის ჩემს სახლში ეზოში. კი ბატონო, კი მე გამახსენდა. ხალბატონი ვარ, აი მინდა რომ ეს გადავიდე. თქვენ როგორც მახსოვთ, იყავით ოცნების კოორდინატორი, ხო? პარტია ქართული ოცნების. ოცნების ვარ ნამდვილად, კიდეც ოცნების ვარ. ახლაც ოცნების. ჩვენი ხალხისა მის დამეხმარება ის. მაგრამ ახლაც ხართ ნიშნულობა არ აქვს მე ოცნება ვარ თუ ვისი ვარ, ვინც დამეხმარება, ვინც ამომიწევა. მაგრამ ეს საყურადღებოა რომ თქვენ ქართული ოცნების მხარდამჭერი ხართ, ანუ იყავით მათი კოორდინატორი თან ბოლო არჩევნებზეც და ამის მიუხედავად თქვენ სეზონშიც კი არ მოვიდნენ, ხო? თქვენი პრობლემებიც კი არ არა, მოაგვარეს. მოსით რა ვარ მოვიდნენ, მობძანდენ, მაგრამ ყურადღებას დავტოვე. ისე ვართ იმ ნავთობში, ისე ვართ იმ ჭაობში. ხო. მრავალსულიანი ოჯახი ვართ, პატარა ბავშვები დაავადით. რა ხდება ახლა თქვენ სახლში მოგვიყევით? ისეთია გაშალდა კედლები, ეხლა გაიბზარა კედლები. უნდა დაგვენხოს თავი. ეს ნავთობის თავზე უნდა დაგვენხოს სახე. ეს ნავთობი ისევ ამოდი, ნავთობის დარჩენები, ხო? ეხლა მთლა გაგვიშალოთ, უფრო ვარესად. ესე იგი 2 თვის გაკრასული კედლები რომ შემოგძანდით, ჩიტა ნახოთ მთლა გაშავებულია. იმიტომ ქვეშედან იწოს ნავთობს. ზემოდა სინახის მილები, სახლი გვაქვს ავარიულ მდგომარეობაში. მე-3, მე-4 წელი დაიწყო და საშვილი არ გვაქვს. თქვენ რაღაცას გთავაზობდათ აჭარის ეკონომიკის სამინისტრო როგორც მახსოვს. 60 კვადრატია. 60 კვადრატს და გაქვთ თქვენი კერძო სახლი, თავისი ეზოთი. 20 კვადრატი მიწა დადასტურებული. და რა თქმა უნდა არ დათანხმდით ბუნებრივი ეკონომიკის სამინისტრო. იმიტომ რომ ვარ 10-იანი ოჯახი და 220 კვადრატში 60 კვადრატი ბინა და 120 კვადრატი საცხოვრებელი სახლი მაქვს, გოგო მაცალი ერთი. 100 საცხოვრებელი სახლი მაქვს 120 კვადრატი. და რა გადაწყდა ბოლოს, რა შემოგთავაზებთ? არაფერი არ გადაწყვეტ ისე ვარ ისე. ვიყავი, თურმე არ შეიძლება რომ მოქალაქემ შეხვდეს უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის. არ შეგახვედრ ეს? არ შემო თურმე ეს არ ყოფილა ასეთი კანონი. დავით გაბაიძე. მაგათ გონია ჩემი თავი უწიგნური, მაგათ მეტი წინი და განახდება რომ მაგ ეს უწოდი. ვინც ეს შემომთავაზა, მაგან გაიგოს ზუსტად. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არალეგიტიმურ თავმჯდომარესთან. რამოდენიმე განცხადება მაქვს და თურმე არ შეიძლება რომ მოქალაქემ შეხვდეს თავმჯდომარის აჭარის თავმჯდომარი. 4 თვე აქ მერიაში მაქვს დატოვებული განცხადება, ვითხოვ მე ერთთან 4 თვე ახალი მერი რო იყო, რამდენი ხანია. ეს გიორგი ცინცაძე რაც არის, გიორგი ცინცაძესთან არ შეიძლება თუმე ეს რა ქვეყანა. არც მერს არ შეგახვედრეს, ხო? არც მერს არ არა, ყველა საინტერესო ისე რომ თქვენ ამ ყველაფრის მიუხედავად არც კი ხვდებათ თქვენს მიერ არჩეული პირები, ისევ ხართ ოცნების მხარდამჭერი? ისე ვარ ოცნების მხარდამჭერი, საწავიდე. ეს რას ნიშნავს? რა ვიცი მე რას ნიშნავს?
ჩემი პატარა ჭკვით ასე რა ვიცი და რატომ არის მისაღები თქვა ის მთავრობა რომელიც ერთადერთი აზიანებს ქვეყანას რომელიც იტაცებს ძალაუფლებას რომელიც უკარგავს ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას უქმნის სერიოზულ საფრთხეს გარდა ამისა თქვენ ყურადღებასაც კი არ გაგცევთ არავინ თქვენს ეზოში არ მოდის არც კი ხვდებათ არც მინისტრი არც უმაღლესი საბჭო არც მთავრობა და მაინც უჭერთ მხარს ეს როგორ უნდა გავიგოთ აბა ერთის უთით ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით უყურადღება ყოფილვარ მოვიდე თბილისიდანაც გარემოდაცვა მოვიდა შეამოწმეს ყველაფერი და მითხეს გამომიგზავნის წერილობით და აქ ცხოვრება შეუძლებელია მე ვითხოვდი სახლის პროექტსაც ვითხოვდი სახლის აშენება მინდოდა ესე იგი აქ შეუძლებელი არ შეიძლება აქ ცხოვრება იმიტომ სახლის ქვეშ გადის მილები თუ ეს მილები და მეუბნებიან კიდე რატო იყიდებო თუ აქ ცხოვრება შეიძლებოდა რატომ 2009 წელს ვიყიდე თუ არ შეიძლებოდა ამ სახში ცხოვრება რატომ დამიდასტურე რატომ გამიფორმე ოჯახი მე სახელმწიფო თქვენ ხართ და თქვენ უნდა მიხდეთ და მე მოქალაქე უყურე მიწის ზედაპირს მიწის ქვეშ რა გადის მე მარჩენი კი არ ვიყავ და ეხლა რატომ მოხვედი დღეს გოგოლის ქუჩაზე აქ იმიტომ მოვედი რომ ახლა აქ არის თავისუფალი ბინა ვითხოვე შევსახდე ამ ბინაში ოღონ რაც ხანდენი კვადრატული მიწა მაქვს იმდენი 60 და 70 არა იმიტომ ასწლიანი ოჯახი 120 კვადრატული დიდ ბინას ვითხოვთ ეხლა დიდ ბინას ვითხოვ რა იმიტომ რომ მე ნამდვილად დადასტურებული მიწა უნდა დავტოვო გადასტურება უნდა გავუკეთო ამასთან მე მაშინ თუ $22,000 მივიდი 2000 ხალხი ახლა რა ეღირება კუნძულთან ახლა ჩემი მიწა ხო ხაუნურ კუნძული შენდება თქვენთან ახლოს თქვენს მეზობლად 100 მეტრს არა დაშორებული კუნძულ შორის დაშორება ეხლა მე ვითხოვ მე მაშინ ჩემს სახლის ქვეშ წყალი გადის შუქი გადის მაზოთი გადის მე ყოფილა შეიხიდა რა ის 60 კვადრატი მე ვითხოვ რა ვიცი 300-400 კვადრატ ბინას გაიგო ჩემი ხმა ქვეყანა თუ მე ვარ ჩემი ზოში ყველაფერი გადის რატომ არ მაქვს მაყოფილებენ მაშინ მოვიდეს კომისია მითხრას და ადექი აქედან წადი მომცეს აგერ ბინა არის თავისუფალი ბინა ყველა თუ შედია მეჩეო შევალ მეც გადანაცვლებას ვუკეთებ მე ნამდვილად უცხალო ნამდვილად არ ვარ მე ვიშრომე უცხოეთში ვიშრომე და ამით შევიძინე თქვენის ბოლო პასუხი ეკონომიკის სამინისტროსგან როდის მიიღეთ როცა შემოგთავაზეთ ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღე ბატონო ჯაბასგან მივიღე ჯავ ფუტკარაძე იყო მაშინ მინისტრი არჩევნებაც ეკო რაღაცა არჩევნები არ იყო შეტანებული არჩევნები პირველი არჩევნები ჯერ არ იყო ჩატარებული 2024 წლის ანუ წლები ელოდებით პასუხს და ვერ იღებთ ამ პასუხს ვერაფერი ბოლო ჩამში რა გვერდ ან თუ თვით მაინც რომ უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი რა თქმა უნდა უსამართლობა ამაზე ფაქტურად ხელს ვაწერ მე და რა გამოს როგორ შეიძლება მოქალაქეს არ კონდეს უფლება რომ შეხტოს უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე რატომ ის მასის თავმჯდომარე რატომ რა უნდა გააკეთო რა გამოსავალს ხედავთ ახლა? ესე იგი გამოსავალს ხედავ რომ ძალიან უსამართლოა ქვეყანა. უფროსის კურამდე არ მიდის ეს ამბავი. ეს ვინც ცოტა არიან, ცოტა წინდახედული ხალხი და მათ აწერენ და კითხულობენ. გოგო მიუწოდი უსახკაროება შემოგვიერთე მაგე და ამათთან ერთად მინდა რომ შევიდე მეც. ოღონ ამდენ ფართად ვითხოვ. ჩემი ზოში თუ გადის წყალი მიწა ყველაფერი. წყალის გადის, გაზის გადის, შუქიც გადის, მაზოთიც გადის. მე ვითხოვ 400 კვადრატ მიწას. და არა 60 კვადრატ მიწას. თქვენი სახელი გვარი გავახსენე. ბატონი ჯაბა თუ ცხოვრობდა 200 კვადრატ ბინაში. ჯაბა ფუტკარაძეს გულით ხო, რომელიც ეკონომიკის მინისტრი იყო აჭარის. თუ ცხოვრა მე რატომ შემომთავაზა 60 კვადრატი ბინა. ვერ გავიგე. გადანაცვლებას მიკეთებდა. ოღონ მარტო მიწის გადანაცვლებას მიკეთებდა. და სახლის არაფერი 26,000 ლარ ფულს ვაძე და სამარცხვინა 120 კვადრატ სახში 26,000 ლარ ფულს ვაძე ნამდვილად სამარცხვინო და სასაცილო. იმიტომ არ გავაკეთე. და თქვენ იყავით ამ დროს ოცნების კოორდინატორი? მე ოცნების კოორდინატორი და დღეს კიდე. ხო და ეს როგორ ფიქრობთ რომ გაიგოს სწორად გასაგებია თქვენი აზრით ეს ამბავი თქვენი მოწმობა. ეს გასაგები არ არის, მაგრამ რა თქვენ ეხმარებით იმ პარტიას რომელიც მუშაობს აქტიურად იმაზე რომ ესე იგი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას თავისუფლად შეუქმნას საფრთხე და გადამისად თქვენ ყურადღებასაც კი არ ანუ თქვენც კი ოცნების აქტიურ მხარდაჭერასაც და კოორდინატორსაც კი არ გაგცევთ ყურადღებას თქვენ ხართ პირველ რიგში უსამართლობის მსხვერპლი როგორც თქვენ ამას ამბობთ. რა თქმა უნდა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ და იმიტომ ვარ ოცნების მხარდამჭერი რომ
ეს უმაღლეს საბჭომდე არ მიდის. რას ნიშნავს ახლა თქვენ რას ვფიქრობთ რომ ეს ყველაფერი არის უმაღლეს საბჭომ? ანუ ოცნების პარლამენტმა არც ივანიშვილმა? მე არ ვიცი იქამდე ჩავიდე. თუ არ იქნა, უნდა წავიდე ივანიშვილთანაც და პარლამენტშიც და ой, რაც გაცხადება კეთებ. თქვენ სახელად გვერ გამახსენეთ. იზოლდა ჯავნით. მადლობა ქალბატონო იზოლდა. მე წამიყვან ფეხებს არავინ არ გახლებს. 10 წუთი დანიშნულია. მოვიდეს ვინმე არ დამელაპარაკოს აქა. ან ლამაზი მესამე გაურეკავ ლამაზი ან გიორგი. ვანაზი არ მოვიდეს, ვანაზი ის რომ მეორე. მარშურაზი არ მოვიდეს ის ცინიკოსი აქა. რა არის თქვენი გაცხადება მოდი თქვენ მოვიდეს წარმოადგენელი ვინმე თორე ცენტრალ გოგოლის ქუჩას გადავკეთოთ მე ვიქნები წინამძღოლი. ვაკეთებ საჯაროდ, რასაც ვამბობ, იმას ვაკეთებ საჯაროდ. მე და საკარგი არაფერი არ ჩვენවත් ერთი ქვეყნის შვილები. საქართველოს შვილები ან თქვენ ითხოვთ რომ მოვიდეს ბათუმის მერის წარმომადგენელი. ვინმე მოვიდეს და დაგვეტო კონკრეტულად დაგვესაუბროს. ის სრულ დაპირებები არ მოვიდა. ვინ იყო, რა გააკეთა, რა შეშა ისტორიას, რომ წავიდა აქედან. ფული შეიძლება და ფული შეიძლება ყველა იჯიბავს მაგის გარდა, მაგ ფულზე არ მაქვს საუბარი. ოცნებაში გაყიდეს სახელი და იცეცები. მადლობა ეს ბზიური ბალეძეა, რომელიც ეხლა საუბრობდა იმის შესახებ, რომ 10 წუთით კი არ მოვა ვინმე ბათუმის მერიიდან ის აპირებს რომ გადაკეთდეს გოგოლის ქუჩა. აქ არიან პოლიციელები, პოლიციის მაღალჩინოსნები და თქვენ თვალსაჩინებთ უსახკაროების აქციას. ისინი დღეს მოვიდნენ გოგოლის ქუჩა ნომერ 11-ში. აქ არის აშენებული უკანონო კორპუსები. თავის დროზე წლების წინ უკანონოდ აშენდა ეს კორპუსები 2021 წელს. მაშინ ბათუმის მერიამ არც კი შეიმჩნია და არაფერი არ გააკეთა ამ უკანონო მშენებლობის შესაჩერებლად. დღეს ეს კორპუსები უკვე არის სახელმწიფოს ბალანსზე. ეს კორპუსები ჩამოართვეს მილიონერ გალიფოს თურქის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე და უცნობია რა ბედი ეწევა ახლა ამ კორპუსებს. ვის გადასცემენ მასების ხელში აღმოჩნდება ეს 9 კორპუსი იყო თუ არ ვცდები. თავის დროზე ამ შემდეგ არ ვიცი რამე დააკვირდა თუ მოემატა. პრინციპში აქ არიან პოლიციელები და ისინი არ აძლევენ საშუალებას არც ჟურნალისტებს და არც უსახკაროებს რომ შევიდნენ აი ამ კორპუსების ეზოში. გუშინ ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ უსახკარო ქალს რომელიც ამბობს რომ ის უსახკაროა, მარიამ სხალაძე, რომელიც ამბობს რომ ცხოვრობს აი ამ კორპუსში ერთ-ერთ ბინაში. ის შევიდა 10 დღის წინ და ამბობს რომ არ დატოვებს ამ კორპუსს. ჩვენ მასთან აკავშირებად დღეს ვეღარ მოვახერხეთ. ასევე ამ კორპუსებში აქვს ოფისი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ამბობდა რომ მას არ მისცეს დაცვის პოლიციელებმა იმის საშუალება რომ გამოიტანა თავისი ტექნიკა და დოკუმენტაცია. მან უთხოვა 10 დღევა და რომ დაეტოვებინა ოფისი, მაგრამ ამბობდა რომ ამის საშუალება არ მისცეს. გუშინ შევიდა ქონების მართვის სააგენტო და დაცვის პოლიციამ აი ამ კორპუსებში, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, არ ვიცი რამდენად ჩანს ამ სიბნელეში. ეს არის ის კორპუსები, რომელიც აშენდა 2021 წელს ბათუმში, ფაქტობრივად ქალაქის ცენტრში, ყოველგვარი ნებართვის გარეშე. წლების შემდეგ დაიწყო ადმინისტრაციული დავა, მას შემდეგ მახსოვს როცა გააკეთა თვითმმართველობის არჩევნების წინ გიორგი კირთაძემ ბრიფინგი ამ უკანონო აშენებული კორპუსების შესახებ, და ამის შემდეგ დაიწყო რეაგირება მერიამ და დაიწყო ასევე ადმინისტრაციული დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თუმცა უცნობია რა ბედი ეწია ამ ადმინისტრაციულ დავას. თუმცა ცნობილი გახდა გუშინ რომ სისხლის სამართლის საქმეზე ფინანსურ დანაშაულს ედებებოდნენ გალიფოს თურქის და შედგა საპროცესო შეთანხმება გალიფოს თურქსა და პროკურატურას შორის და მას ქონება ჩამოართვეს კონფისკაციის წესით. ეს ქონება არის სწორედ გოგოლის ქუჩა ნომერი 11B. უსახკაროებთან დღეს მოვიდა დავით რობაქიძე, ლეიბორისტული პარტიის საჭერის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მოდი მოვისმინოთ დავით რობაქიძეს. კორუმპირებული ყავს, თავრობა კორუმპირებული ყავს და ადამიანს მისდევ იმაზე რომ 30 კვადრატი არ გეკუთვნისო. არაფერი უბრალოდ უნამუსო ხარ და მეტი არაფერი და უნდა წახვიდე სახლში რა. მეტი აქ ლოგიკა სხვანაირი არ არსებობს. რის შედეგია, როცა რეგიონს ხავს ძალიან ბევრი უსახკარო ადამიანი მარტო ხელად ედა? არ იქნა ამათი გაძღობა ჩემო მეგობარ. არ იქნა, ვერ გაძღა ამათი მუცელი. არ იქნა, არ ეშველა. ნუ რამზე საუბრობ, საერთოდ როდესაც
მთელი ვერტიკალი სახელმწიფო პრემიერიდან დაწყებული 4-ვე თავდაცვის მინისტრი პატიმრობაშია. ყველა კორუმპირებული, ყველა კორუფციაზეა დაჭერილი. მათ შორის პოლიციელიც, უშიშროებაც, საშიშროებაც, ცოდნეც და უცოდინარიც. ეს არის შედეგი. ჩვენ ვართ მაფიოზულ სახელმწიფოში, ვცხოვრობთ მაფიოზულ სახელმწიფოში და გუმართავს საბუთიანი ყაჩაღები პოლიციამ ყავს კადრობაში იმათი დაკვეთი. მეტი აქ არაფერი არ შეიძლება იქ. რა მოხდა უშუალოდ ხო უყურებთ რა, ხო უყურებთ ყველა საკვანძო ხელმძღვანელი არის ყოფილი პოლიციელი. ხო უყურებთ რა? რა ხდება ის რომ მიდის წავიდა გადანაწილება იმდენად დიდი ფულია სხვას ვეღარ ენდობიან. ბატონ დავით, თქვენი აზრით რა მოხდა უშუალოდ გალიფოს თურქისა და ოცნების მთავრობას შორის თავის დროზე ისიაშენდა ეს კორპუსები ქალაქის ცენტრში, რომ არანაირი ნებართვა არ ქონია გალიფოს თურქის კომპანიას. ღარიბაშვილის შეხვედრები ესეც გახსოვს რა თქმა უნდა. ერთ-ერთი მისი დობით აღჭურვილი პირი იყო. ეს ყველაფერი ღარიბაშვილის დროს გადაეცაოს თურქს. გახსოვთ მაგიც ხო? მაგრამ ახლა როდესაც კორუფციაზე დაიჭირეს, უკვე ინტერესების სფერო აღარ არის დაუშვათ დღევანდელი ჩვენი ჩიჩილაკის რო ყავს პრემიერი. იმის და ოსტურქის და მოხდა ის რაც მოხდა. ხო, რა მოხდა თქვენ როგორ გაიგეთ? არაფერი აღარ გამაზდა ფული და კი ხტები რაც ხდება, ხო? ეხლა რა ურთიერთობაა ოსტურქისა და ახლა მე მამდენი მაგრამ სწორია თქვენი აზრი, ახლა უკანონოდ აშენებული კორპუსების გადაცემა ვინმეზე. მაშინ რა არის სწორი გამოსავალი? მოხდა საპროცესო გარიგება და რამოდენიმე ხნის უკან მეც ვიყავი დაპატიმრებული, ხო? იქ ძალიან რამუხლი მქონდა რაღაცეები. რა მნიშვნელობა აქვს? მოხდა საპროცესო გარიგება და გამოვედი გარეთ. ისევე მოხდა საპროცესო გარიგება და ეს შენობები გადაცა კი, ჩამოაყრეს გალიფოს. არა მარტო შენობები, ინტურისტის წაიღეს. თავის დროზე თუ არ ვხდები 3 მილიონი ნახევრად იქნა გალიფადან ინტურისტი შესყიდული. მე გეუბნა ეს მიშას დროს. ხო და ინტურისტის წაიღეს. მიცა ეს შენობები, მაგრამ დღეის მდგომარეობით ეს პარასკევს მოეწერა ხელი. არა, ეს იყო დეკემბერში. არა, გადაცემაზე მოეწერა პარასკევს ხელი, შეთანხმება ადრე მოხდა. მაგრამ მიცა დღეის მდგომარეობით. არა, შეთანხმება გაფორმდა გასული წლის დეკემბერში. მაგრამ ქონება გადაეცა ხელი მოეწერა ახლა. ახლა მაგას სამშობლოა გაგვა შემდეგი პროცედურა. მანამდე ესენი ვერ შემოდიოდნენ აქ. არა, ვერ შემოვიდოდნენ, ცხადებ პროცედურაა ჩვეულებრივი, მაგე ხა პარასკევს გადაეცა, მაგრამ ტერიტორია როგორც მე ვიცი და როგორც მე მაქვს მონაცემები ტერიტორია დღეის მდგომარეობით ისევ თვიმის არის რა გალიფას არის. არა, ტერიტორიის რაღაც ნაწილი, თორსები გზა და რაღაც რამდენიმე გზა და უკმიან შესასვლელი კი, მაგრამ ეს ტერიტორია არის გალიფას. ეს მანქანები სადაც განა, ეს პლაშატკა, ეს თავის კორპუსები და შენობები რაც დგას, ეს არის უკვე სახელმწიფო საკუთრება. რაზეც კორპუსები დგას, მაგ კიდე საკითხია. ანუ მისასვლელი გზა არ აქვს ამ კორპუსებს და ეს მისასვლელი გზები, მათ შორის მიმდებარე ტერიტორია გალიფოს თურქის საკუთრებაში, ამის თქმა გინდათ თქვენ? ხო, მე მგონი მისასვლელი გზა შენობის არის დანარჩენი გალიფას არის, მე მგონი დაიძრეთ. ბოდიში ბატონ დავით, წავედით იმიტომ კარგი. არ გაუმართლეთ. ხა, უსაკარობი გადაინოცდო ეს ამ კორპუსების მთავარი შესასვლელისკენ. არ გინდა ხომ? მეზგაშენს, დავდავდეთ რიგში. ო, ეს არის დაკანარებული არა გამონევრები ჩავალო. ვინ არიან ეს? ამათვე საათად ხალხს საჭიროს უკეთებდნენ პატრონში მუშაობდი. მაგრამ უსაკარობის გამო წავედი სვაკარ ხა დავდიოდი პატრონის მანქანამ მსახურეობდა. სამართალის ვიცი და უკანონობას და კანონი. ხალხი გამწარებულია. მეგობრებო, რატო არ ხდები ხარ ჩვენს მდგომარეობაში? მოგხედით ცოტა ოდენი რა იქნა? შიერი ვიძინებთ, გადმოდით ჩვენ მხარეს რა მოხდება? ან რა სიტყვა თქვენ ახლა პოლიციელებისგან? არაფერს არ მითხო, არ ჩვენ ვაშავებთ არაფერს, მაგრამ უბრალოდ ეს ხალხი ცოდვა არიან. იცი რა დონეზე მეწოდებიან? იმიტომ რომ ამათაც უნდა 1-2 კაპიკი გააკეთო, რომ მისი ძორფილი არ შეგოს. გამოუვალ მდგომარეობაში არიან აი ხალხი. ძალიან მეწოდებიან მე აი ხალხი ძალიან. მაგრამ გადმოდით ხალხო, ჩვენს მხარეს ადამიანები ვართ ჩვენ. ანუ თქვენ ახლა რა სიტყვით რომ შეხვიდეთ ამ კორპუსებში? არ ვიტყო, მე ძალით არცად არ შევდივარ. უბრალოდ მე მინდა რომ იყოს კანონის წესით მართლა მეკუთვნის. რომ არ მეკუთვნოდეს, მე ამ ხნის ავატყოფი კალი, მე აქ არ მოვიდოდი. მე ძალით შეცლა რომ ყოფილიყო შევიდე ხალხი და შევიდოდი. იმას რომ მე მოგცეს უფლება შევიდეთ.
ნახოთ ერთი, ნახოთ რა იქნება ისეთი მოგხედეთ აქეთ თქვენაც პოლიციელები ხართ, ადამიანები ხართ, ადამიანის შვილები ხართ, როგორც თქვენ გაქვენ ოჯახი ისე ხართ ჩვენ შვილები. მოგხედეთ ჩვენაც დადეკით ჩვენ მხარეს. გეიხადეთ მაიფორმა დადგებათ რომ გეიხადეთ უფრო დალოცვილი იქნებით. გაჭირვებული ხალხის გვერდში რომ დადგებით უფრო მეტი წინსვლა გეკნებათ. ეს დალითებიძეა, რომელიც ახლა მიმართავდა პოლიციელებს, თქვენ ხედავთ პოლიციელებს, რომლებიც არის მობილიზებული გოგოლის ქუჩაზე ამ კორპუსების შესასვლელთან. გაჭირვებული ხალხის მაინც ჩვენნაირი ხალხის ნდობა უნდა იცი რა დონეზე მიწის ხალხი და წამალი ვერ მიყიდია ადამიანები. გაიგეთ მოდი ჭიროთირი ვარ უკვე ემოციური წრებლები. დევიყავი ამდენ წამში 15 წელი აქციებს ვატარებ დავამთხოთ იმ აქციებს. დავამთხოთი წამალი ვერ მიყიდია გეფიცები დედის საფლა წამალი ვერ მიყიდია. გადმოდი ჩვენ მხარეს ერთმანეთს დაუდგეთ რა იქნება რა მოხდება. მარტო ფორმით კი არ განისაზღვრება ადამიანობა ადამიანის შვილები ხართ თქვენ. გადმოდი ჩვენისა და გაჭირვებული ხალხის გვერდში. წამოდით რა პირობებში ვცხოვრობ, წამოდით და ნახეთ სადღა. დამეხმარა იალქანის დირექტორმა. გააკეთა სტატია. არ მინდოდა ბინა, უბრალოდ მიწავთხოვე, რომ კონტეინერი შემედგა. ბოდიში, კონტეინერი შემედგა, ის მიწაც არ მოგწევს, რომ კონტეინერი შემედგა. და თვითონ თვეზე ფინისკირა არ მქონებოდა გადასახდელი და შაქრიანი ბაღანა მე მერჩიდა და ლამაზად ყოფილიყო. ესაა ჩვენი ცხოვრება, გამოვალ არ გამოვალ. ეს დალითებიძეა, რომელიც ახლა მიმართავდა პოლიციელებს და საუბრობდა თავის პრობლემაზე. ვიც ახლა შემოვარდა ბათუმელების პირდაპირ ჩართვას მე გეტყვით რომ ჩვენ ვართ ბათუმში გოგოლის ქუჩა ნომერ 11-ში, სადაც დღეს აღამოს მოვიდნენ მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ არიან უსახლკაროები. ეს ადამიანები წლებია მართავენ საპროტესტო აქციებს ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე, აჭარის მთავრობასთან, ბათუმის მერიასთან და ითხოვენ მინიმუმ ყურადღებას ესეთი პროგრამის შემუშავებას, რომელიც დააკმაყოფილებს უსახლკარო ადამიანების საჭიროებებს, მაგრამ ამ დრომდე როგორც დღესაც აღნიშნავდნენ ჩვენს ლაივში, უსახლკაროები არც კი შეუსწავლიათ მათი საჭიროებები მთავრობას ან ბათუმის მერიას. მათ შორის არიან ისეთი უსახლკაროები, რომლებიც არიან მარტოხელადედები, ასევე ძალადობის მსხვერპლი, შუშუმუპირი სტატუსის მქონე, ან მათი შვილები არიან სწორედ შუშუმუპირები. და ისინი წლებია ითხოვენ ყურადღებას მთავრობისგან. ეს არის სწორედ ის საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც აშენდა 2021 წელს უკანონოდ. მაშინ ბათუმის მერიამ არ შეეჩერა ამ კორპუსების მშენებლობა. ისე აშენდა ეს მთელი ეს კორპუსები ფაქტობრივად ქალაქის ცენტრში, რომ ბათუმის მერიას პრაქტიკულად არაფერი არ გაუკეთებია მის შესაჩერებლად. შემდეგ როცა უკვე დაიძაბა ერთგვარად ურთიერთობა ოცნების მთავრობას და ოსტურქის შორის, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სამართალწარმოება ოსტურქის კომპანიის წინააღმდეგ. ამ შემდეგ დააკავეს კიდევაც გალიფოსტურკი 2023 წელს ნარკოდანაშაულზე. მას შეუფარდა ბათუმის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა, თუმცა 2 წლის გასვლის შემდეგ მას გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება და $1,000,000 ლარის სანაცვლოდ გალიფოსტურკმა დატოვა ციხე. თუმცა მას კიდევ ერთ დანაშაულზე ედავებოდა პროკურატურა, ეს იყო ფინანსური დანაშაული, უკანონო შემოსავლების ლეგალიზება, ფულის გათეთრება და სწორედ ამ საქმის ფარგლებში ჩამოართვა სახელმწიფომ ეს ქონება გალიფოსტურკის ეს კორპუსები. ამ საქმის განხილვა დასრულდა გასული წლის დეკემბერში და საპროცესო შეთანხმების ფარგლებში ქონება ჩამოართვეს სახელმწიფომ
გალიფოს თურქის. სწორედ ეს არის სწორედ ახლა ის корпуსები, დღეს უსახკარო მოქალაქეები მოვიდნენ და ითხოვენ აი ამ корпуსების მათთვის გადაცემას. ადრეც იყვნენ ისინი მოსული წინა თვეებში და წინა წლებში გოგოლის 11-ში და ითხოვდნენ სწორედ აი ამ корпуსების გადაცემას უსახკარო ადამიანების ორგანიზაციის მთავრობამ და ბათუმის მერიამ ამ დრომდე არ მოიფიქრა არანაირი კონკრეტული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფდა, რომელიც დააკმაყოფილებდა და მოაგვარებდა უსახკარო მოქალაქეების პრობლემებს. მოდი ყველა, მოდი დაბა, გელოდებით ყველა. მივიდეთ და დავსვით. წარმომადგენელი მანამ არ მოვა, არტამან დაიჭრეს ქუჩა. ინდონე დაჭრე. მოვიდე დავრობამ და იცე. ინტერნეტზე მეტრომიზი სული აღიქვ, გამჩერმა აღმეთ რამე არ მიჩატა. მოქალაქეები ითხოვენ შეხვედრას მთავრობის ან მერის წარმომადგენელთან. წინამორბედი შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ გადაკეტავენ გოგოლის ქუჩას, სწორედ ახლა გოგოლის ქუჩისკენ მიემართებიან ისინი. გამოვდა პოლიციელებმა. გამოვდათ მაინც არ მაქვს ცხოვრება, კაი, შვილი ამყა, ხარი ამყა, შვილი ამყა. ფეხებზე მგიდია საერთოდ. უსახკაროს გამო მაღანამ ადრე და წევიდე და დამჯერე მარტო. ემიგრაციაში. 30 წელიწადიან ფესაქმეში ვარ. ჰათხას გეგვავლები, აქციად იმაზე ბოდიში, დებეჯუბე მარაცხა ბინანათა მომცენ. ჯინჯარაზე რამაზე კაი დღე არ მიცა გამჯერმა ღმერთო. მაგას რამოდენიმეჯერ შევხვდი ქუჩაშიც წინდა მათყვილა ჯინჯარაზე რამაზე ვის შეხვდით? რამაზ ჯინჯარაძეს რამდენჯერ შევედი ნატალია ზოიძეს. ხოვე კი მიმიღო, მაგრამ რა თქმა მისი მიღება? არაფერი არა. პასუხი არ ქონდა ადამიანს ზის იმხელა პასუხისმგებლობა აქვს შედეგი არა ისეთ ადამიანებს დაეხმარა ვისაც რომ ნამდვილად თქვენს ნაქირავებში ცხოვრობ? 11 წელი ხო? რატომ რის გამო მოგიხდათ ნაქირავებში გადასვლა? როგორია თქვენი პრობლემა რომ მოგვიყვეთ? ხებია ახლა მაგრამ მაინც უნდა როცა დაუჯახო ჩემ მეუღლეს არაფერი არ ქონდა და მაგის გამო ცხოვრობდი ქირაში ან თავიდანვე ცხოვრობთ ქირაში. მე ქირაში იყო და შემდეგ ქირაში. უსახკაროთა საბუთიც მაქვს, ყველაფერი მაქვს, აგერ ბავშვია ვაწყობი მაქვს, მე პენსიონერი ვარ. ერთი შვილი ყავთ? 3 შვილი. გოგოსაც მაქვს. რამაზ ჯინჯარაძეს შევხვდი, ნატალია ზოიძეს შევხვდი. სოფო მიქელაძეს ხვდები. რომელიც ჯანაცვის სამსახურის უფროსია და ასევე ვინც შემოთვალეთ არიან დეპუტატები საკრებულოს და უმაღლესი საბჭოს. ჩემი პრობლემა ვიდრე ბატონ რამაზ ჯინჯარაძის ქუჩაში წვდება სადაც ეს აუტიზმიანი ბავშვი დამყავს და გამარჯვებასაც ვეღარ მეუბნება იმის გამო რაც დამპირდა ვერ შეასრულა და იმედი ახლა რომ მოვა მეტია შემოსახედი ექნება თვალებში მაინტერესებს როგორ გავჩემს პასუხს. თქვენ ძალიან უპასუხისმგებლო ხართ დასაქმებულები ან თქვენი მეუღლე არის დასაქმებული? სოციალური მომიხსნეს და რა შევიქნებით დასაქმებული. სოციალური რატომ მომიხსნეს? სოციალური მომიხსნეს იმის გამო რომ გაზის ხარჯვა მქონდა ბევრი. ეს როდის შეგიჩერეთ, როდის მოგიხსნეს? 2 წელია. დეკლარაციაში ჩამიწერეს გაზის ხარჯვა ბევრი. და რით ირჩენთ ახლა თავს? ან ქირას როგორ იხდის? 600 ლარი და 250 ჩემი პენსია და ბავშვი პენსია. ანუ ბავშვები იღებენ ამ სოციალურს, ხო? და ქირას ამდენს იხდით? 400 ლარი ბათუმში, ხო? და თავს როგორ ირჩენთ? ანუ კვების ფული? ხალხის დახმარებით. ასე მუდმივად გეხმარებიან მოქალაქეები. არიან ბევრი კეთილი ადამიანი, რომელიც გვერდში გარს წლები. თქვენ ან თქვენი მეუღლე ვერ მუშაობთ? მარს დიაბეტი აქვს, მე ეპილეფსია არ მუშაობ. თურქეთში დავდივარ წელიწადში ვაგროვებ გულს, მინახავ, გადავდივარ წელიწადში ერთხელ ძლივს გადავდივარ. ეხლა ვიდეო რო გაჩვენო როგორ ვიტიშები თუხაში როგორ არ გვინდა სიტო გასაგებია რომ გავქცენ თანას ჩავაწერი რამდენჯერ ვანახე რამაზ ჯინჯარაძესაც გინდა ჩიქოვანსაც ქუჩაში რომ შევხვდი და
არ მინდა ახლა წასულები ვინც წავიდნენ სახელმწიფოდან იგენზეც თქვა იგენსაც ჩემი ვიდეოები რომ ვანახებ ეხებზე დამიკიდეს ეხებზე დამიკიდეს მეც და ჩემი შვილებიც მაგრამ ეხლა იმედი რომელცა სახელმწიფომ წაართვა ბატონგალის იმედი და დაჯილდოება გახსოვს ეს ამაში მოგწემენ გაქვთ იმედი რომ მოგწემენ ამ ბინებს იმედი მომეცა დღეს და ნახოთ რატო რა მოგცათ ეს იმედი ისეთი მეგობრები მყავს რომლებმაც მითხრეს რომ შანსი არისო და გამოდიო და ვიდეო ეს ხובה ხო რომლებიც ასევე უსახლკაროები არიან უსახლკაროები არიან ხეს გავიგე და გამოვედი რომ იქნებ იმედი ბოლოს ხდება თქვენ რამდენი წელია რაც აი ცდილობთ რომ მიიღოთ ეს ბინა და მოაგვაროთ თქვენი პრობლემა 11 წელია ქირაში ვარ მაგრამ 9 წელია რეგისტრირებული რას ნიშნავს ეს როცა 9 წლის განმავლობაში არ აგვარებს მთავრობა თქვენს პრობლემებს თან გაყავთ მცირეწლოვანი შვილები გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები მათ შორის შვილს და ამ დროს ის არ ჭრის თქვენს პრობლემას ეს რას ნიშნავს თქვენთვის მათი პასუხი ეს არის სახელმწიფოს არ აქვს ეგ პროგრამა ხო რატომ არ აქვს მოდი კითხე და როცა მე ვიცი რამოდენიმე ოჯახი რო დაეხმარა ისეთ ოჯახებს ბატონმა რამაზმა გინდა საახარწლოდ როცა მივედით და რაღაცა ვითხოვეთ რომ საახარწლოდ და მეხმარა არა მერის პროგრამაში არ შედისო თვითონ როგორც მერიაში მომუშავე რატო მუშაობს ეგეც აღარ ვიცი უკვე იმდენჯერ ვარ მისული და იგი რომ ერთადერთი ვითხოვ ერთი ოთახი მომცემ და ჩემი ჭერი მქონდეს როცა გავიღიზებ რომ არ ვფიქრო რომ დღეს ქირა მაქვს გადასახადი და ღმერთი იმედია ბატონგალებს საერთოდ და ჩვენ მოგცემ გაჭირები ნამდვილად ვისაც გვექუთვნის გადაამოწმონ ისეთ ოთახები და ვისაც ნამდვილად ეკუთვნის მოგცემ ისეთ მეტი რამეს არ ვიცი მადლობა თქვენი სახელი და გვარი თამილა ირემაძე მადლობა თქვენ უსმენთ მოქალაქეებს რომლებიც დღეს შეიკრიბნენ გოგოლის ქუჩა ნომერ 11-ში თქვენ კაცრი ხედავთ ნაწილობრივ იმ კორპუსებს რომლებიც აქ აშენდა წლების წინ 2021 წელს აშენდა ეს ბინები პრაქტიკულად ყოველგვარი ნებართვის გარეშე უკანონოდ და დღეს ეს ბინები ჩამოართვა სახელმწიფომ გალიფოს თურქის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ბათუმის მერიაში ჩვენ გუშინ გვიპასუხეს რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ამ საკითხის არ არის ჯერ მიღებული გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით და სხვა დეტალებზე ბათუმის მერიაში არ გვიპასუხეს ამიტომაც უცნობია რა ბედიელის ამ კორპუსებს ყოველ შემთხვევაში კომენტარების მიხედვით შეუძლებელია ამის გაგება თუ რა განზრახვა აქვს ამჯერად ოცნების მთავრობას და მერიას ამ კორპუსებთან დაკავშირებით აქ რჩებიან როგორც პოლიციელები რომლებიც მაშინვე მოვიდნენ აქ როგორც კი უსახლკაროები შეიკრიბნენ ეს ის მოქალაქეები არიან რომლებსაც სხვადასხვა პრობლემა აქვთ არიან ძირითადად სოციალურად დაუცველი ადამიანები ისინი იღებენ შემწეობას სარგებლობენ სასადილოებით მათ შორის არიან ასეთი მოქალაქეებიც არიან ძალადობის მსხვერპლი ქალები მარტოხელა დედები შუშუმპირის დედები ან ქალები რომელსაც თავად აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ისინი წლებია მართავენ საპროტესტო აქციას ბათუმში სხვადასხვა ადგილზე ითხოვენ ყურადღებას როგორც ბათუმის მერიისგან ასევე აჭარის მთავრობიდან ოცნებისგან თუმცა ისინი ვერ იღებენ ამ დრომდე რამე კონკრეტულ პროგრამას რომელიც მოაგვარებდა გადაჭრიდა მათ საჭიროებებს მოაგვარებდა მათ პრობლემებს როგორც ახლა ხანს გვეუბნებოდა ჩვენ ბათუმელების პირდაპირ ჩართვაში ერთ-ერთი მოქალაქე ჩვენ ვიღებთ პასუხს რომ არანაირი პროგრამა არ აქვს ბათუმის მერიას რომელიც გაითვალისწინებდა კონკრეტული ოჯახებისთვის კონკრეტული პირებისთვის ბინების გადაცემას ამიტომაც მათ ისტუმრებენ უარით ისინი ტოვებენ ძალიან ბევრ წერილებს ბათუმის მერიაში თუ აჭარის მთავრობაში მაგრამ ვერც კი იღებენ პასუხებს ჩვენ პირდაპირ ეთერშიც კი აღნიშნავდნენ ახლა უსახლკაროები რომ
ისინი ხშირად ვერც კი იღებენ პასუხს სახელმწიფო ორგანოებიდან, ბათუმის მერიიდან თუ აჭარის მთავრობიდან. არავის წარმოადგენელი არ მოვა. დანარჩენი შეჭრილ გადაწყვეტილება. ამას გეუბნებით 100% ვიცი. არ მოვა გეუბნები ვიცი მე. ალბათ უსახლკაროებით ხოვენ შეხვედრას ბათუმის მერის წარმომადგენელთან ქართული ოცნების არლეგიტიმური ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, მაგრამ აქ არავინ მოსულა პოლიციელების გარდა. როგორც ხედავთ, ერთ მხარეს განან პოლიციელები ამ კორპუსების შესასვლელთან და მეორე მხარეს განან მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ არიან უსახლკაროები და წლების განმავლობაში ითხოვენ ყურადღებას მინიმუმ მთავრობისგან, მაგრამ ისინი ამას ვერ აღწევენ. დღესაც არავინ გამოჩნდა მათთან ბათუმის მერის ან მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც ელაპარაკებოდა ამ მოქალაქეებს. ისინი წლებია მართავენ საპროტესტო აქციას ბათუმში და თქვენ იცით, რომ ბათუმში ასობით ასეთი მოქალაქეა, როგორც მთელს ქვეყანაში, განსაკუთრებით ბათუმში. თუმცა ამ დრომდე ბათუმის მერიას ან აჭარის მთავრობას, ან საქართველოს მთავრობას არ შეუმუშავებია რამე ესეთი პროგრამა, რომელიც გადაჭრიდა უსახლკარო ადამიანების პრობლემებს. აი ეს არის ის კორპუსები, რომელსაც თქვენ ახლა ჩვენს კადრში ხედავთ, რომელიც გადაეცა სახელმწიფოს. თუმცა უცნობია ჯერჯერობით სახელმწიფო რას უპირებს აი ამ კორპუსებს. ვინც ახლა შემოვერთდა ჩვენს პირდაპირ ეთერს, მე გეტყვით მოკლედ, რომ ეს ბინები თავის დროზე ააშინა ბიზნესმენ გალიფოს თურქის ერთ-ერთმა კომპანიამ და ააშენა ქალაქის ცენტრში ფაქტობრივად ისე, რომ მას არანაირი ნებართვა არ ქონია. შემდეგ თქვა ბათუმის მერიამ, როცა უკვე დასრულდა პრაქტიკულად ამ კორპუსების აშენება, რომ ეს იყო უკანონო და დაიწყო დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. გალიფოს თურქის შემდეგ დააპატიმრეს უკვე ნარკოდანაშაულის ბრალდებით, მას შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ამ თავისუფლების აღკვეთან 2 წლის შემდეგ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მილიონი ლარის სანაცვლოდ გალიფოს თურქმა დატოვა ციხე. ასევე გალიფოს თურქის წინააღმდეგ მიმდინარეობდა კიდევ ერთი საქმე, რომელიც იყო ფინანსური დანაშაული, უკანონო შემოსავლების ლეგალიზება, ანუ ფაქტობრივად ფულის გათეთრება. ამ საქმის ფარგლებში პროკურატურა მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოს მიადგა ზიანი დაახლოებით 23 მილიონი ლარი და სწორედ ამ ზიანის სანაცვლოდ ჩამოართვეს გალიფოს თურქის აი ეს საკუთრება გოგოლის ქუჩაზე, აი ეს კორპუსები, რომელიც თავის დროზე აშენდა უკანონოდ. ეს განაჩენი მოსამართლე ლევან ყოლბაია მიიღო 2025 წლის 29 დეკემბერს, ანუ მან დაადასტურა ის საპროცესო შეთანხმება, რომელიც გაფორმდა პროკურატურასა და ბიზნესმენ გალიფოს თურქს შორის. მილიონერი გალიფოს თურქი არის როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მოქალაქე, ის რჩება ბათუმში და განაგრძობს ბიზნეს საქმიანობას. ბათუმის მერიაში ჩვენ გუშინ ვერ გვიპასუხეს, პრინციპში არასამუშაო დღე იყო და დღემდე არ ვიცით პასუხი, კონკრეტულად რას უპირებს აი ამ კორპუსებს სახელმწიფო. მერიაში გითხრას, რომ განიხილება ეს საკითხი. დღეს ახლა უსახლკაროები შეიკრიბნენ გოგოლის 11 B ასეთი ზუსტი მისამართი ამ კორპუსების და ითხოვდნენ შეხვედრას ბათუმის მერის წარმომადგენელთან ან აჭარის ოცნების მთავრობის წარმომადგენელთან, მაგრამ არავინ გამოჩენილა მთავრობიდან პოლიციელების გარდა.
თუმცა უსახლკაროები ისევ რჩებიან გოგოლის 11-ში, მათ პირისპირ დგანან პოლიციელები. რამდენიმე უსახლკარო აქ დღეს ითხოვდა იმას, რომ ისინი დაიკავებდნენ უკვე ამ ბინებს ამ კორპუსებში, მაგრამ მათ ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ ვრჩებით ამ ადგილზე და აუცილებლად შეგატყობინებთ და მოგიყვებით სიახლეებზე. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის. მადლობა ყურადღებისთვის, მდროებით.